ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისამი მიზღვრილი კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური გაიმართა. დღის განმავლობაში მოსწავლეებმა ბათუმის არქეოლოგიური და ძმები ნობელების სახელობის მუზეუმები დაათვალიერეს. პროგრამის ფარგლებში კინოთეატრ აპოლოში ისტორიული ძეგლების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გასვლითი ტურის მოწყობა და არქეოლოგიურ მუზეუმში საკონსერვაციო სარესტავრაციო კვლევითი ლაბორატორიის გახსნა. კვირეული აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება. ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვნახე. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადოთ აჭარის კულტურის სააგენტოს, რომელმაც ძალიან დიდი ხელმძღვანელობა გაგვიწია. ჩვენ პირველად ვნახეთ ფილმი, რომელიც ძალიან მოგვეწონა. ახლა კი ვნახეთ ისეთი ძველებური ხელსაწყოები, რომელებსაც ადრე კოლხეთის ხანაში იყენებდნენ ადამიანები. კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ბევრი ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ძეგლების და ისტორიული ადგილების, ასევე მუზეუმების შესწავლას. მოწვეული ხავს ამ კვირეულის ფარგლებში ყველა მუნიციპალიტეტიდან მოსწავლე ახალგაზრდობა, რომელსაც ჩაუტარდებათ კულტურულ-საგანმანათლებლო მოკლე მიმოხილვები და ლექციები.